ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტები დაემატება, როგორც რიტეილ ასოციაციაში აცხადებენ. სავაჭრო ქსელებმა მონაცემების ატვირთვა უკვე დაიწყეს და პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კონკრეტულ მომენტებში სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ყველაზე დაბალი ფასი მარტივად შეადარონ და სასრული არჩევანი გააკეთონ. რა შეიცვალა იკალად GoG-ის ამოქმედების შემდეგ და როგორ მუშაობს პლატფორმა დეტალებზე სასაუბრად გადაცემაში ამჯერად მირანდა მანჯგალაძე რიტეილ ექსპერტი გვერდება. მირანდა, დილამშვიდობის, მადლობა რომ გვერდებით იღებთ გადაცემაში მონაწილეობას გადაკეტილი რუსთაველის ფონზე, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის. პირველ რიგში მინდა რომ დავიწყოთ საუბარი, რაც ამოქმედდა პლატფორმა, რეალურად რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა რაიმე მომხმარებლებისთვის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სისტემაში მოვიდა ეს ყველაფერი და უფრო გამჭვირვალე გახდა. თეთია მივესალმები მაყურებელს ბუნებრივია და მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მართლაც სირთულეს წარმოადგენს თქვენამდე მოსვლა, მაგრამ მიხარია რომ მოვახერხე. რაც შეეხება პლატფორმას, როგორც მოგეხსენებათ, მე ესე პირდაპირად არ ვარ ჩართული პირობითად რომელიმე ქსელთან მუშაობის, რომ ინფორმაციის გაცვლაზე ვიყო და უშუალოდ დაკავებული ან ვიცოდე ეფექტურად რამდენად მუშაობს პლატფორმა. არც მომხმარებელი არ ვარ სამწუხაროდ იკალათ GoG-ის და შესაბამისად ანუ გამოვრიცხავ იმას, რომ დაუშვათ მომხმარებლის კუთხიდან რამდენად ეფექტურია. თუმცა იკალათ GoG არის იდენტური, ესე რომ ვთქვათ, იმ პლატფორმისა, რომელიც ევროპაში მოქმედებს და მაღალი ინფლაციის შედეგად წამოვიდა ეს მოთხოვნილება, რომ მოხდეს მსგავსი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა. გარკვეულწილად ბუნებრივია 13 ქსელია ჩართული, რამდენადაც ვიცი, ივნისში ამოქმედა 13 პროდუქტზე, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებად განსაზღვრეს და შესაბამისად იქ ხდება უკვე ფასების შედარება, ხო? ანუ კონკრეტულ პროდუქტებზე და კონკრეტულ კატეგორიებზე, ანუ შეიძლება შესაძლებელია, რომ შედარდეს ფასები. როგორც ასეთი ეს იწვევს ფასების გამჭვირვალობას, ბუნებრივია, მაგრამ ნახეთ, მე უბრალოდ ლოგიკას მოვიყვან, ადამიანი და მომხმარებელი, რომელიც ისედაც ფასებზე, ესე რომ ვთქვათ, ორიენტირებულია და ცდილობს, რომ დაბალი ფასით შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი, სოციალური ქსელების საშუალებით თითოეული ქსელი ყოველთვის ცდილობდა, რომ აქციები, ესე რომ ვთქვათ, ეწარმოებინა ამ პროდუქტებზე და შესაბამისად სოციალური ქსელის საშუალებით თუ გამომწერი იქნებოდა მომხმარებელი, რეალურად მიიღებდა იმ ინფორმაციას მისთვის საინტერესო კატეგორიაზე ან სააქციო და უშუალოდ კვირეულზე, რომელ პროდუქტს აქვს აქცია და შესაბამისად სად შეიძლება შეიძინოს. ეხლა ეს ფუნქცია ისედაც დარჩა, უბრალოდ ერთ სივრცეში გაერთიანდა, ესე ვთქვი, ლიმიტირებული პროდუქტების ჩამონათვალით 13 სახეობა, სადაც ანუ მომხმარებელი ერთ პლატფორმაში, ესე რომ ვთქვათ, ამას ხედავს. ამას ვუყურებ როგორც ინფორმაციის წყაროს და მომხმარებელი იყოს ინფორმირებული. დადებითი მხარე არის ის, რომ ინფორმირებული მომხმარებელი უფრო ინფორმაციულ გადაწყვეტილებას ღებულობს, რაც ესე რომ ვთქვათ, pressure, ანუ წნევას ადებს, ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ქსელებს, რომ ერთმანეთის ფასებს უყურონ და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ფუნქციურად პირობითად თუ მომხმარებელი გამომწერი იქნებოდა ამა თუ იმ ქსელის, ისედაც ღებულობდა ინფორმაციას, სად იყო მისთვის საინტერესო აქციები, ეს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ქსელები მუდმივ კავშირზე არიან რეალურად ესა თუ ის პროდუქტი, გინდა მომწოდებლისგან ინფორმაციით, გინდა ხელშეკრულებით ჩაკეტილი პირობით, თუ ბაზრის კვლევით, ისედაც უყურებენ ფასებს, რომ რეალურად მომხმარებელი მიიზიდონ და მასთან მიიყვანონ. ამიტომ ფუნქციურად, აი ამ კუთხით, რომ ფასების დაუშვათ უფრო მეტი კონტროლი იყოს, ნაკლებად ეს ისედაც კეთდებოდა, მე ვფიქრობ. აი რა შეიცვალა მომხმარებლისთვის რეალურად? გარდა იმისა, რომ უბრალოდ გამჭვირვალე გახდა, თუ სხვადასხვა ვებგვერდზე შედიოდნენ, უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ, ახლა უბრალოდ შეიძლება უფრო ნაკლები დრო დახარჯონ, იმიტომ რომ ერთ პლატფორმაზე ეს ყველაფერი. ამის მიღმა არის თუ არა ფასების ნაწილში უფრო მეტად კონკურენცია, უფრო დაბალი ფასებს თავაზობს თუ არა ქსელური მარკეტები მომხმარებას. ეს იყო მთავარი ამოსავალი რეალურად, ამიტომ ვიმუშავეთ იმდენი თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ უბრალოდ ერთიანი პლატფორმა. აი ამ კუთხით რა არის? იცით რა, შესაძლებელია პლატფორმამ იმოქმედოს ფასებზე და გამოიწვიოს ის, რომ რეალურად ერთ სივრცეში, როდესაც მომხმარებელი აფასებს სხვადასხვა ქსელების ფასებს, ბუნებრივია ეს წარმოშობს იმას, რომ ფასი იყოს დაბალი. მაგრამ ნახეთ, აქ მნიშვნელოვანია რა, რომ ივნისში ამოქმედდა პლატფორმა, ჩვენ ახლა ივლისის ბოლოს დასკვნები გამოვიტანოთ, რამდენად ეფექტურია, არ იქნება არ მოგცემს დროული, ესე რომ ვთქვათ, ანალიზის საშუალებას. ნახეთ, მე უფრო გავამახვილებდი, ანუ კონცენტრაციას გავაკეთებდი არა იმაზე, ცალკეული პროდუქტის და უშუალოდ ფასის შემცირებაზე, არამედ მთლიანად სამომხმარებლო კალათის შემცირებაზე. სამომხმარებლო კალათა თუ ფასით კლებულობს და დაუშვათ არის 20-30%-იანი კლება, სამომხმარებლო კალათას გულისხმობ, რასაც მომხმარებელი ყიდულობს. ხო, ცალკეული პროდუქტი ახლა შეიძლება, იცით რა, რიტეილი და საცალო ვაჭრობა არ არის მხოლოდ ფასი, ის არის მომსახურება, ლოკაცია, ასორტიმენტი, ხარისხი და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება აქციაში ჩავარდეს ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელი უბრალოდ არ
ვარ და შესაბამისად დაბალი ფასის გამო შეიძლება არ გავაკეთო ის არჩევანი, იმიტომ რომ ხარისხი არ მომწონდეს ხო დამეთანხმებით. ამიტომ რეალურად ეფექტური იქნება თუ ანალიზს გავაკეთებ და იმედი მაქვს რომ კონკურენციის სააგენტო ამის ანალიზსაც გააკეთებს, სადაც სამომხმარებლო კალათის ერთიანი ფასი შედარდება ერთმანეთს და უშუალოდ კლებას ვნახავთ. ამასთანავე ფათია მე ვახსენე რომ ეს არის საინფორმაციო პლატფორმა, სადაც ცნობიერება იზრდება მომხმარებლის მხრიდან, რაც ზრდის ესე რომ ვთქვათ ზეწოლას ქსელებზე რომ შეციდეს პროდუქციის ამა თუ იმ პროდუქციაზე ფასი და აქ მთავარი რა არის ისე მე პირად გამოცდილებასაც გეტყვით რომ ბევრი პლატფორმა მინახავს მილიონობით ლარი და დოლარი დახარჯულა, მაგრამ პლატფორმა თუ არ გამოიყენა მომხმარებელმა ის პლატფორმა კარგავს ნებისმიერ ესე რომ ვთქვათ აზრს, ხო? ამიტომ კონკურენციის სააგენტოს მხრივ ერთის მხრივ უნდა შედარდეს ფასები რამდენად შემცირდა კალათაზე პერიოდიდან პერიოდამდე და აქ თუ გვექნება 20-30%-იანი კლება ვფიქრობ რომ ეფექტურია და შესაბამისად კარგია. მეორეს მხრივ იქნება რამდენად გაიზარდა ტრაფიკი, ანუ მომხმარებლის გამოყენება ამ პლატფორმის და უშუალოდ დავხარჯეთ 53,000 ლარი. დიახ, ანუ და არა მხოლოდ 53,000 ლარი, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯები გაიზრდება. ნახეთ, ჩვენ რომ ვამბობთ რომ 13 პროდუქტი გვაქვს და ეხლა ჰიგიენური საშუალებები დაემატება, ძალიან კარგია. თუმცა ნახეთ, რაც უფრო გაიზრდება ინფორმაციული მიმოწვლის საჭიროება, ვიღაცა ხო უნდა იჯდეს და ამას აკონტროლებდეს, ღებულობდეს, ადარებდეს, ტექნიკურად მოყავდეს და ასე შემდეგ. ანუ ადმინისტრაციული ხარჯი სახელმწიფოს ეზრდება და ეს ადმინისტრაციული ხარჯი ბუნებრივია ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება და ამიტომ ნახეთ გამართლებული უნდა იყოს ის ხარჯი, ჩემი აზრით, თუ ამას ეკონომიკურად და ბიზნესურად მიუდგებით, რასაც დახარჯავს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინფორმირებულობა იყოს მაღალი მომხმარებლის, ადმინისტრაციული ხარჯი ამ სისტემის გამართვისთვის რაც ჭირდება, ასევე გამართლებული უნდა იყოს და სარგებელი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე დანახარჯი. ამ შემთხვევაშია სისტემა ეფექტური. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქვს თავისი დადებითი მხარეები, აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც რა, მაგრამ ივნისიდან ივლისის ბოლოს რაღაც შედეგები გავაანალიზოთ, კონდეს ეს რაღაც ანალიზის საშუალება. იცი რა, ნახევარი წელი მაინც უნდა გავიდეს ალბათ 6 თვე, რომ ნახეთ რა გულისხმობა. ადამიანის ქცევის და მომხმარების ქცევის სრულებას დაახლოებით 21 დღე ჭირდება რა, ის რომ გაჯდეს თავის ცნობიერებაში რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს რა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პლატფორმისთვის გავზომოთ, რამდენი მომხმარებელი იყენებს პლატფორმას. ანა ფასების შემცირება, რომ დაუშვათ ერთი კატეგორია ან ერთ პროდუქტზე ფასი შემცირდა და აი 15%-ით ნაკლები გვაქვს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ცალსახად არ გამოდგება იმის საზომად გავზომოთ პლატფორმის ეფექტურობა. პლატფორმის ეფექტურობა გაიზომება, ჩემი აზრით, რამდენი მომხმარებელი იყენებს, რამდენად სარგებლიანად იყენებს ეს მომხმარებელი ამ ინფორმაციას, რამდენად გაიზარდა ბრუნვა და მოთხოვნილება კონკრეტულ პროდუქტებზე და მე ვფიქრობ, რომ ბევრი კრიტერიუმი არ არის საჭირო იმისთვის, რომ შევაფასოთ, მაგრამ 3-5 კრიტერიუმი აუცილებლად და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ამ პლატფორმის სარგებელი და შევაფასოთ მის ხარჯთან მიმართებაში. და ესეთი მოსაზრება არსებობდა, რომ პლატფორმა კონკურენციის ნაცვლად ფასების გათანაბრებასაც შეიძლება უწყობდეს ხელს. ამ ნაწილში ხომ არ ხედავთ ამ რისკებს და ამისთვის რა პერიოდი, რა ტიპის პარამეტრების შედარება იქნება მნიშვნელოვანი, რომ ამაზე გქონდეს პასუხი? კი, ეს არის სერიოზული რისკი ამ პლატფორმის და ეს არის ეკონომიკური ესე რომ ვთქვათ ტერმინი და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, ფასები ერთის მხრივ ზეწოლას ახდენს კონკურენტებს, რომ ქსელებმა ფასები შეადაროს, მაგრამ ამავდროულად რა ხდება რეალურად კონკურენციის დევნაში, ხო, ფასი შეიძლება დავამსგავსო. პირობითად ვამბობ, ერთი ქსელი თუ ყიდის კარაქს პირობითად ლარად, მე რატო გავყიდო 80 თეთრად? მაქვს საშუალება, მაგრამ ის თუ ლარად ყიდის, ლარად გავყიდი და vice versa, ანუ იქ შეიძლება საწინააღმდეგოდაც მოხდეს და ამიტომ ამის რისკი ძალიან მაღალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქ კიდევ კრიტერიუმებით გაიზომოს და ზედამხედველობა გაიზარდოს, რამდენად ხდება ფასების დაახლოვება ერთმანეთთან, ვიდრე ეფექტური ფასის წარმოჩენა. დამეთანხმებით ახლა და სუბიექტური კი არა და ობიექტური მოსაზრებაა, რომ არც ერთი ქსელი არ იქნება ამ პროდუქტებში, ესე რომ ვთქვათ, მოტივირებული, ან ვიღაცაზე ძვირი იყოს, ან ვიღაცაზე იაფი იყოს, ხო? ანუ ფასების დამსგავსების რისკი ობიექტურად ძალიან მაღალია. როგორ უნდა ვაკონტროლოთ ეს? ცოტა რთული და გამომწვევი კითხვა, თუმცა საზომი ერთეულები დარწმუნებული ვარ არსებობს, რომელიც ალბათ ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. რამდენად სრულყოფილად მუშაობს პლატფორმა იმ ნაწილში, რომ თუნდაც პროდუქტების ჩამონათვალი რამდენად ახლდება, რამდენად სწორი ინფორმაციაა და მათ შორის რაც საიძია, რამდენად ხვდება შემდგომ მომხმარებელს უკვე დახლებზე. ამ ნაწილში როგორ მუშაობს, თუ გაქვთ ამის რაღაც ანალიზის საშუალება? შიდა ინფორმაცია ამაზე არ მაქვს, მაგრამ როდესაც ქსელები ზოგადად აქციას გეგმავს და ეს სააქციოდ განვიხილოთ, მოდით
ძალიან მნიშვნელოვანია მარაგების ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციული განახლების ნაწილი, ნახეთ რას გულისხმობ. პირობითად შევიდა პლატფორმაზე მომხმარებელი და ხედავს რომ კონკრეტული წყალი, ღირს ლარი და ამავდროულად ეხლა მოხდა ის რომ აქცია დამთავრდა პირობითად ან ქსელს მარაგი ამოეწურა, მიდის კონკრეტულ მაღაზიაში იყიდოს წყალი ლარად, მაგრამ წყალი ლარის ნაცვლად ხდება ლარნახევრად, იმიტომ რომ აქცია დამთავრდა, ან მეორე უკიდურესობას გეტყვით რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე წყლის მარაგი ამოიწურა, ხო? ანუ ინფორმაციის გაცვლა თუ არ არის სწრაფ ესე რომ ვთქვათ, ტემპში სააგენტოს პლატფორმასა და ქსელებს შორის, რომელიც ორივე მხრიდან სამწუხაროდ დიდ ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს, ანუ ქსელმა უნდა მიაწოდოს, ვიღაცამ უნდა მიიღოს, დაამუშავოს და განაახლოს, ხო? ადმინისტრაციული წილი და ხარჯი ეზრდება ქსელებს, დარწმუნებული ვარ ამისთვის და ეზრდება ხარჯი ადმინისტრაციულ ნაწილში სახელმწიფოსაც. შესაბამისად, თუ ეს დროული არ არის განახლებული ინფორმაცია მარაგებსა და ფასებს შორის, ნახეთ მისული მომხმარებელი მაღაზიაში კარგავს ნდობას პლატფორმის მხრივ, ხო? იმიტომ რომ შეამოწმა, მივიდა, არ დახვდა, ან უფრო ძვირი ფასი დახვდა. სისწრაფე ამ პლატფორმის ერთ-ერთი საზომი ერთეულია კიდე რამდენად სწორად და სწრაფად ხდება ინფორმაციის გაცვლა. რადგანაც იმის გამო რომ ძალიან ცოტა რესურსით მუშაობენ საკადრო მიმართულებით ძალიან ბევრი და დიდი გამოწვევა აქვს რიტეილ სექტორს, ხშირად არის რომ შეიძლება ფასი ეწეროს, მაგრამ დახსე მისულმა აღმოაჩინა რომ ისის ფასი აღარ არის და ესეც გარკვეულწილად უკმაყოფილებას და პრობლემებს ქმნის ხოლმე მომხმარებელსა და ქსელებს შორის, ამიტომ ეს ნდობის თემა ნამდვილად მნიშვნელოვანია. მინდა ბოლოსკენ რა იქნება შეჯამებისთვის მთავარი ისაუბრეთ რაღაც კონკრეტულ კრიტერიუმებზე, თუმცა რა უნდა იყოს ახსენეთ მათ შორის უცხოელი მაგალითები, სადაც არსებობს, არის შემონათვალი რა პროდუქტებს უნდა მოიცავდეს, თქვით რომ ჰიგიენური საშუალებებიც ემატება, შეიძლება თუ რა ბავშვთა კვებაც დაემატოს და სრულყოფილად რო იფუნქციონიროს, მოკლედ რამდენად გამართული და რამდენად მრავალფეროვანი უნდა იყოს პლატფორმა. თეთია, ვიტყოდი რომ წინ გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ სხვა ქვეყნების მაგალითებს, განვითარებული ქვეყნების მაგალითებს თუ გავითვალისწინებთ, სხვა ქვეყნებშიც ესე მოხდა მაღალი ინფლაციის დროს და თქვენმა წინა რესპონდენტმა ახსენა, რომ ინფლაცია კი ნიშნავს მაღალ ფასებს და გაძვირებას, მაგრამ ფასი უკან არასდროს არ ბრუნდება, რჩება მაღალ ფასად, ხო? იმისთვის რომ პლატფორმა კიდევ ერთხელ ვთქვი, წინ გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ თუ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს გამოვიყენებთ, ეს ის პლატფორმაა და მსგავსი პლატფორმაა, რომელსაც ევროპის ქვეყნები იყენებენ და აქვთ აქტიური და ასე შემდეგ. პლატფორმის ეფექტურობა რო გავზომოთ, ამისთვის გვჭირდება დრო, ივნისიდან დაუშვათ ივლისის ბოლოს ამის შეჯამება ძალიან რთულია, მაგრამ ივნისიდან 6 თვის თავზე ალბათ იქნება მონაცემთა ის რაოდენობა დაგროვილი, რომელიც მოგცემს ანალიზის საშუალებას. მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციული სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს კრიტერიუმების განსაზღვრა, რითაც განისაზღვრება ამ პლატფორმის ეფექტურობა და უფრო მეტრი სარგებლის დათვლა ვიდრე ხარჯია და ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად უნდა შეფასდეს პლატფორმაზე კიდევ ერთხელ განმეორდები, რამდენი მომხმარებელი შევიდა, რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა, როგორ გაიზარდა ბრუნვა ამ კონკრეტულ პროდუქტებში, ქსელებში, რომელიც ქსელებმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და აი ამ რამდენად სწრაფად განახლდა ინფორმაცია და ანონსებულ აქციას თუ ფასს შორის და მიღებულ იმას ალბათ კვლევაც იქნება საჭირო უშუალოდ მომხმარებელთან იქ მისული მომხმარებელი რამდენად ადევნებს თვალყურს ამ პროდუქციას და სადგებულობს ინფორმაციას და ხომ არ არის ის ინფორმაციული ლაფსუსები პირობითად რაზეც ვისაუბრეთ. ქსელების მხრიდანაც უნდა შეფასდეს ეს, რა თქმა უნდა, რამდენად ეფექტურად მუშაობს, რამდენად გაიზარდათ ბრუნვა კონკრეტულ პროდუქტებზე, რამდენად კერძო ნიშანი წამოვიდა, იმიტომ რომ კერძო ნიშანი, როგორც წესი განვითარებულ ქვეყნებში, კერძო ნიშანი უფრო მოდის მერე წინ, რადგანაც ეძებენ უფრო იაფიან ვარიანტს და თვითონ იწყებენ წარმოებას, შეფუთვას და პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისთვის. ამიტომ ამას სჭირდება დრო, მონაცემების ზუსტი, ესე რომ ვთქვათ, ამოღება რა დაბინძურებული ინფორმაციის, კონკრეტული ინფორმაციის და 3-5 კრიტერიუმით შეიძლება გაიზომოს და ვთქვათ, არის თუ არა ეფექტური არსებული პლატფორმა. შემოდგომაზე არსებულ მაჩვენებლებს მადლობა მირანდა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მირანდა მაჯგალაძე, რიტეილ ექსპერტი იყო ჩვენთან ერთად.